მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ჩვენ ამ დემონს გადავიღებთ და გავტესტავთ თქვენთვის. Soy el fuego que arde tu piel, soy el agua que mata tu sed, el castillo, la torre, yo soy la espada que guarda el caudal, tú el aire que respiro yo y la luz de la luna en el mar, la garganta que ansío mojar, que temo ahogar de amor. Igual desde celos me vas a dar. Oh, dices tú mi tesoro, basta con mirarlo y tuyo será. პირველ რიგში დიზაინის ხრივ. რას გავს? ნებისმიერი გაგებით შეიძლება გავიგოთ ეს ჩვენი სიტყვები. აი რას გავს? არაფერს. მსგავსი რამე გინახავთ? არა. რომელი სახლის დიზაინერული სახლის შემუშავებულია მის დიზაინი? პინინფარინა. გეუბნებათ ეს რამეს? ბევრს არა. ავტომოყვარულებს ძალიან ბევრს კი. თავარი არის ეგ პინინფარინას ნებისმიერი მოდელი, რომელიც პინინფარინაში იხატება, არის ძალიან გამორჩეული. და როცა უყურებთ ამ მანქანას, ეს არის კონკურენტი Mercedes-ი S-კლასისთვის, 221 იმ დროისთვის, იმიტომ რომ 2009-იანია. BMW-ის მე-7 სერია F0102, Audi A8, Lexus-ი LS-ი და ასე შემდეგ. ამ ჩამოთვლთაგან ვერც ერთი ვერ უწევს კონკურენციას. 4 და 7, 420 ცხენი ზალა, უტურბინო, უკომპრესორო, ატმოსფერული ძრავი, ყველაფერი აბსოლუტურად დახურულია ზედმეტი ხელებისგან. ვინც არ იცის, არ უნდა შეეხოს. გადაცემათა კოლოფს რაც შეეხება, ჩვეულებრივი სახარჯი მასალა, ცეპლენის მთელი რემ კომპლექტი, ასე ვთქვათ, სადღაც ოფიციალურ დილერთან $5,000-დან $6,000-მდე ჯდება თავის ხელობის ფასიანად. ნუ მოკლედ რა მანქანაცაა, როგორი უნიკალური, იშვიათი, იტალიური, ისეთივე მომსახურება ჭირდება და ისეთივე ფასები აქვს. ესე ძალიან ბევრი ელოდება ეხლა რომ უნდა გავაკრიტიკოთ ეს მანქანა და გავასწოროთ მიწასთან და გავასაზრდოთ, ხო? მაგრამ რაშია საქმე? გასწორებელი არის და რამოდენიმე დეტალის ჩამოთვლით მარტივად შეიძლება გავასწოროთ მიწასთან ეს მანქანა და გავაკრიტიკოთ, თუმცა ეს სხვა მანქანაა. ეს არ არის ჩვეულებრივი გერმანული, იაპონური, ყოველდღიური მანქანა, რომელიც ნებისმიერს შეიძლება ყავდეს. ეს ნებისმიერს კი არა, შეიძლება ძალიან დიდარ ადამიანსაც არ ყავდეს. იმიტომ რომ ვიცით ჩვენ ძალიან ბევრი ადამიანი, ვისაც ძალიან ბევრი ფული აქვს, თუმცა არასდროს არ უფიქრიათ ის, რომ Maserati Quattroporte იყიდათ ან ზოგადად რამე Maserati, ხო? იმიტომ რომ ეს მანქანა რომ ყავდეს, უნდა იცოდეს რა მანქანაა. გესმოდეს ამის მთელი მუღამი. ეს მანქანა მაგალითად აწყობილია სულ რაღაც 4000 ცალი, 4032 ზუსტად. აქ ნოტავია, ხო? თუ გესმით რას ნიშნავს ეს, რომ 4032 ცალი ესეთი კვადროპორტია მარტო, კვადროპორტე S-ი. ძალიან იშვიათი და უნიკალური მანქანაა. და აი არის მაგის მუღამი. აი უბრალოდ შეხედეთ ამის აი ამ ხაზებს, აი ამ გამოყოფილ ფარს, როგორ ზის და ეს ფარი როგორ ჩაკეცილია და ტყდება და ჩადის აეროდინამიკის
პონჩი აქვს და მე ეს გამოწეული მართლა პარალელი არ მინდა გავავალო ეხა, მაგრამ ნუ ასტონ მარტინი ერთი შემიძლია დავასახელო, დიდი 9 და მეორე აი ეს, რომელიც აი ესეთი გამოკვეთილი ცხვირი აქვს. ძალიან მაგარი ცხვირის მერე თქვენ წინაშია საოცარი შოკის მომგვრელი ტრაკი. ძალიან უხეში დიზაინი ქონდა, არ არის სტაილინგს და აქვს. და აქ ცოტა იზრუნეს იმაზე, რომ გაეკეთილებინათ რა. მოკლედ დიზაინი არის შესანიშნავი, პინინფარინას ბრავო, აპლოდისმენტები, კომპლიმენტები და მხოლოდ დადებითი. მოკლედ აქ გვაქვს Bose-ის აუდიო სისტემა, რომელიც ძალიან კარგია, მაგრამ მე თუ მკითხავთ, ძალიან კარგია ML-ისთვის და არა Maserati-ისთვის. Maserati-ისთვის ალბათ უფრო Bang & Olufsen-იან მსგავსი პრემიუმ ხარისხის და კლასის დინამიკები უფრო და საუნდ სისტემა არის შესაბამისი. ხედავთ აქ Quattroporte S-ი სადაწერია, აღნიშნული, რადგან როცა გვერდზე ვინმე ჩაჯდება, იცოდეს და გაერკვიოს. მაგრამ BMW-ზე იძახიან, რომ არის პროვოკატორი მანქანა, იმიტომ რომ სულ გიბიძგებს იმისკენ, რომ აი ჩააჭირო და გახვიდე რაღაც მანევრი შეასრულო, გაასწრო, გამოასწრო, გაძვრე, გამოძვრე. Mercedes-ზე იძახიან, რომ არის კომფორტული. Maserati Quattroporte არის მანქანა, რომელიც ერთიანად მოიცავს წარმომადგენლობით კლასს და სპორტულ მდიდრულ, ანუ სრული სეგმენტის წარმომადგენელია. სხვა დინამიკაში ეს 4.7 მოტორი მოყვება ძალიან მაგრა, მაღალ სიჩქარეებზე 200 სევით, 250-ზე იმართება ძალიან მაგრა, იმიტომ რომ ეს არის იტალიური სულის მქონე. 1999 წელს Maserati-ის 50%, Maserati-ის აქციების 50% შეიძინა Ferrari-მ. და ალბათ მიხვდებით რა მანქანა იქნებოდა შემდეგ წარმოებული, როცა Ferrari ჩაერია უკვე ამ საქმეში, ხო? მაგრამ რა თქმა უნდა Maserati მანამდეც არ იყო ცუდი მანქანა. აი ხა ჩვენ ჩვეულებრივ გზაზე მოძრაობთ, ჩვეულებრივ ქართულ გზაზე და სიმართლე გითხრათ, ის რომ მაგალითად ამ მანქანისგან ხა მოვითხოვოთ კომფორტ 19-იანი დისკები გვაქვს, რომელიც არის ძალიან ფართო. ნუ ძნელია კომფორტი მოთხოვო. რა თქმა უნდა ავტობანზე უნდა გახვიდე და ავტობანის მანქანაა და არის გზისთვის შექმნილი მანქანა, რომელიც აქვს იტალიაში, გერმანიაში, ზოგადად ევროკავშირში და იმ ქვეყნებში, სადაც აქვს კარგი გზა. ამ მანქანაზე ზიხარ? აი მოთხოვნა ხანდახან რა არის? რომ აი BMW-ის მე-7 სერია ძალიან დიდია. ეს მანქანა ძალიან დიდია, 5 მეტრი და თითქმის 10 სანტიმეტრი, 5097 მმ-ია სიგრძეში. მაგიტომ ვთქვი, რომ არის ეს კლასის კონკურენტი, არის BMW-ის მე-7 სერიის კონკურენტი და ასევე ადარებენ, რა თქმა უნდა, BMW-ის Gran Coupe-ს და Mercedes CLS. ყველაფრის კონკურენტია და იმდენა თავის იშვიათობით არ ვლაპარაკობ ტექნიკურ მონაცემებზე, ნუ ხა ძრავზე რა უნდა ვლაპარაკოთ, Maserati-ის ძრავს რა უნდა შეადარო, ხო? მაგრამ ეს მანქანა რა არის? სპორტული დაგვიდით, სპორტული, მდიდრული წარმომადგენლობითი. ეს სამი სეგმენტი არის გაერთიანებული და უდრო-უდრო ზარი სტუდიაში. მთელი მანქანის кайფი სად იწყება, ხო? ცალკე თავის დაწერა შეიძლება როგორ ახერხებენ იმას, რომ ძრავის მხრიდან ხმა თითქმის არის მაქსიმალურად ჩახშული და მთლიანი ხმა წამოსულია უკან. და მისი 4 გამონაბოლქვის სისტემით, 4 ნატარობას რა ქვია მდედან 4 მაყუჩით გადმოსცემს არ ვიცი იტალიურ სიმფონიებს.
ემოციები არის, უზარმაზა არის. წავედით, ნახვამდის ვიფოსტები მაყურებლებო, ძალიან მიჭის თქვენთან გაშორება, მაგრამ დაგემშვიდობოთ, ყველა ჩაეძინა, რომ მოშეხოდრამდე, კეთილი სურვილები.